რაოდენობის ღონისძიებებია 8-ში და 9-ში დაგება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურში გამართულ ბიზნეს ფორუმს დაესწრო მთავრობის მეთაურთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალიაც ახლავს. როგორია საქართველოს საინვესტიციო გარემო და რას თავაზობს ქართული დელეგაცია უცხოურ კომპანიებსა და ბიზნესმენებს? ლელა ციკლაური დეტალებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სინგაპურში იმყოფება. მთავრობის მეთაური გამართულ ერთდღიან ბიზნეს კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია სახელწოდებით Invest in Georgia სპეციალურად ჩვენთვის Financial Times-მა მოაწყო. ერთ-ერთი ორგანიზატორი სინგაპურის სავაჭრო სამრეწველო პალატაც იყო. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას ნიკა გილაურმა საქართველოს ბიზნეს გარემოზე და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა. ჩვენი მთავარი მიზანი კერძო სექტორისთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. შედეგები უკვე სახეზე გვაქვს. საჭიროა ყველა კანონსა და რეგულაციას შევხედოთ კერძო სექტორის თვალით. ჩვენ მიზნად დავისახეთ შეგვექმნა ისეთი გარემო, სადაც კორუფცია ნულს გაუტოლდებოდა. იქნებოდა მისაღები გადასახადები და გამართული ლოჯისტიკა. მივშევხედავთ საქართველოს როგორც 4 მილიონიან ბაზარს, რადგან საქართველო რეგიონის ცენტრია, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ არაერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. გეოგრაფიული თვალსაზრისით ჩვენ ვართ მეზობლებისთვის კარიბჭე. ჩვენი ქვეყანა გახდა რეგიონის უმთავრესი გზაჯვარედინი. ბევრი კომპანია ჩამოდის საქართველოში ფულის დასაბანდებლად. ბევრი კომპანია ჩამოდის საქართველოში, იწყებს ბიზნეს და შემდეგ აფართოებს მას მთელს რეგიონში. ქვასიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალია სინგაპურში პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩავიდა, რომელმაც გილაურის გამოსვლის შემდეგ უკვე ფორუმზე საქართველოში გატარებული რეფორმების პრეზენტაცია მოაწყო. საქართველო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახდა. ჩვენი კარი ღიაა ინვესტიციებისთვის და თავისუფალი ვაჭრობისთვის. ქვეყანამ გაატარა წარმატებული რეფორმები ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის და ამან თავისი შედეგები გამოიღო. ჩვენი ქვეყნით ინტერესდებიან მსხვილი ბიზნესმენები, რადგან საქართველოში ხელსაყრელი გარემოა ბიზნესის კეთებისთვის. საქართველო იმდენად პოპულარული ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომ ინტეგრაციისთვის და უფრო მყარი კავშირებისთვის თავიდანვე დავიწყეთ ზრუნვა. დღეს საქართველოს ყველა სკოლაში ინგლისური ენა პირველი კლასიდანვე ისწავლება. სინგაპურში გამართულ ბიზნეს ფორუმს მსოფლიოს 70-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. იყვნენ ცნობილი ბიზნესმენები და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები. ფორუმი გაცნობიტი ხასიათის იყო, რომელზეც პოტენციურმა ინვესტორებმა საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ საქართველოში. ქვეყანაში წარმოდგენილია სხვადასხვა წამყვანი კორპორაციები, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორიდან. ამ ქვეყნის საბანკო სექტორში დაფიქსირებული ტენდენციები მიანიშნებს საქართველოს ეკონომიკის მყარ განვითარებაზე. პროგრესია ეტყობა სხვადასხვა სექტორებს. ეს იქნება აგრარული სექტორი, ეკონომიკური თუ ფისკალური. თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოს გარემოს, რომელიც საკმაოდ შესუსტებულია, საქართველოს ეკონომიკა ძლიერ განვითარების ტემპებს აჩვენებს. საქართველოში უსაფრთხო გარემოა ინვესტირებისთვის. მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს საინტერესო ქვეყანაა კაპიტალ დამანდებისთვის. აკი უზარმაზარი ფინანსური კაპიტალია მობილიზებული, რომელიც სწორად უნდა დაიხარჯოს. გონი საინტერესო ადგილას მოვხვდით. ჩვენ მუშაობთ 17 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს გარშემოც, როგორიც არის თურქეთი და პოლონეთი. ასეთი ფორუმები მნიშვნელოვანია, რადგან ინფორმაციას გვაძლევს ქვეყნის ეკონომიკურ პარამეტრებზე და ვიგებთ რა შესაძლებლობებს ქმნის ესა თუ ის ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში კარგი საინვესტიციო გარემოა, გამჭვირვალე ეკონომიკური ურთიერთობებით და აქტიური მთავრობით, რომელიც ინტენსიურად თანამშრომლობს ინვესტორებთან. სინგაპურში საქართველოსადმი ძალიან დიდი ინტერესია ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების კუთხით, აგრეთვე ნავთობგადამამუშავებელი პროდუქტების სექტორში და მეტალურგიაში. დღევანდელ პირობებში, მაშინ როდესაც მსოფლიო ეკონომიკა მცირე ტემპებით იზრდება, როგორც მოსალოდნელი იყო, ინვესტორები საკუთარი კაპიტალის დასაბანდებლად ახალ ადგილებსა და ახალ ქვეყნებს ეძებენ. სინგაპურის ბიზნეს ფორუმზე დღეს კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა.